დღესვე ამერიკის სახელმწიფო მდივანი იუსტიციის სახლს ესტუმრა და ყველა იმ ინოვაციას გაეცნო, რაც უწყებაშია დანერგილი ამერიკის პირველ დიპლომატს იუსტიციის სახლში მეგზურობა საქართველოს პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაუწიეს მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს დეტალურად გააცნო მიმდინარე რეფორმები, როგორც საერთი ფანჯრის პრინციპი და ელექტრონული პირადობის მოწმობა. თბილისის იუსტიციის სახლში სანამ თქვენ ყავასვათ, თქვენი პასპორტი დამზადდება. გარკვეული პერიოდის წინ იუსტიციის სახლთან გავიარე, პირადობის მოწმობა დამჭირდა და აქ შემოვედი. მოსაცდელში ქვით არ იმომცეს სურათის გადასაღებად. გამიშვეს და მკითხეს, თუ 7 წუთი გაქვთ აქვე მოგართმევთ თუ არა და სადაც გნებავთო. და რაც მთავარია, ასეთი სერვისის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ ყურადღება არ მიუქცევიათ, რომ მე პრეზიდენტი ვარ. ის მომსახურება, რაც მე შემომთავაზეს, ყველასთვის ხელმისაწვდომია. თბილისის იუსტიციის სახლი იქნება ყველაზე დიდი სამთავრობო შენობა, რეზიდენციაზე დიდიც კი. ძალიან საინტერესოა, ამ ყოველფრის დიზაინს ვინ აკეთებს. საქართველოში ხშირად ჩამოდიან დელეგაციები ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან და ტუნისიდან. მეთოდევმა უკვე ორჯერ აღნიშნა სატელევიზიო ინტერვიუში, მაგრამ ამის მიუხედავად ამბობს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამის გამო ის ჩვენი მოდელის რუსეთში გადაღებას ვერ მოახერხებს. თუმცა მეორე დღეს აღიარა, რომ იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ვერ ვიტან, მისი რეფორმები რუსეთშიც უნდა გადმოვიტანოთო. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან ერთ დღეს ისინი მოდიან საქართველოში მთავრობის დასამხობად, შემდეგ კი წარმატების გაზიარებას ცდილობენ. ჩვენთან ელექტრონული სერვისებიც არის. ჩვენს მოქალაქეებს სახრიდან შეუძლიათ მიიღონ მომსახურება. დოკუმენტების მიღება ფოსტიდაცაა შესაძლებელი. ჩვენ გვინდა რომ ეს პასპორტი განმოგცეთ. რა ჭკვიანურია ამის გაკეთება? რადგან ეს პასპორტი გაქვთ, უკვე შეგიძლიათ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. იქით კი ბავშვებისთვის განკუთვნილი ადგილია. მე ის უკვე დავათვალიერე, მე არქიტექტურით აღფრთოვანებული ვარ. ეს სამთავრობო შენობები ძალიან ნათელია. ეს ტურისტული სეზონის დასაწყისია. ეს ჩვენი ჩანაფიქრი იყო, ჩვენ ასევე გვინდა ადამიანებისთვის დიდი სივრცე იყოს. ბულვარი ადრე 1 კილომეტრი იყო, ახლა 17-ზე მეტია. გვაქვს ძალიან ბევრი მემორიალი, ფანტანი, ბავშვებისთვის გასართობი ადგილი. ეს ყველაფერი კერძო სექტორის გაღიზიანებას იწვევს, რადგან ბულვარის ადგილზე მათ კაფეებისა და რესტორნების ჩადგმა სურდათ. მაგრამ ეს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. ისინი, ვისაც რესტორნებში სიარულის საშუალება არ აქვთ, ბულვარში სეირნობენ. ადრე სეზონი ერთ თვეზე მეტი არ გრძელდებოდა, ახლა სასტუმროები აპრილის თვიდან აგვისტომდე დაჯავშნულია. ეს შენობა გერმანელი არქიტექტორის დაგეგმილია, გვერდით კი იტალიელი არქიტექტორის ნამუშევარია. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. ეს შენობები ძალიან